სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ მალე დავამთავრებთ 55 ნაწილს და შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესო კითხვა არის, როგორც გითხარით ეს 97 წელს ჩაიწერა 4 მაისს და წიგნი, რომელზეც აქ არის საუბარი, ხომ, 1996 წელს გამოიცა და მე მოგიყვებით ამ ავტორზე და ამ ტიტულზე. მე ესე დავასათაურე ეს კითხვა. რას გვეტყვით ეკონომიკური ჯიჰადზე? და ამ წიგნს ქვია ეკონომიკური ჯიჰადი და კულტურული ომი და შეიძლება რომ ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი. და ინტერესებს კითხვის დამსვავს მე უფრო გაგიმარტოთ რომ ძალიან გავრცობილად სვავს კითხვას და ბატონი ჯონიც ეტყვის რომ ყველა ასპექტზე გაცემა ძნელია პასუხის, მეც გამიჭირდა ამის თარგმნა. ერთი სიტყვით აინტერესებს პიროვნებას ეს და ჯონ მაკარტური უფრო გამოკვეთავს ამ პრობლემას და ამ კითხვას. ადამიანები, რომლებიც მაგალითად ცდილობენ ეკუმენიზმს, ეკუმენიზმი, ადრეც გითხარით რომ ეს არის პირველ რიგში ჯერჯერობით ხიდების გადება ქრისტიანულ დენომინაციებს შორის, რომ გაერთიანობა, მცდელობა გაერთიანებისა და ეკლესიური საბჭო, სოფლიო ეკლესიური საბჭო რომ ჩამოყალიბდა, სადაც ილია მეორეც იყო მონაწილეობას იღებდა საბჭოთა კავშირის დროს, ხონი ვიცე პრეზიდენტი თუ რაღაც ესეთი ტიტული ქონდა მას. და შემდეგ უკვე ეს საზღვრები გაირღვა, ქრისტიანობას გაცდნენ და უკვე ლაპარაკია ებრაელებზე, უკვე ლაპარაკია ესე ვთქვათ მუსლიმანებზეც და უკვე ლაპარაკია სხვადასხვა რელიგიურ წარმომავლობებზე, ესეთი ეკუმენიზმია უკვე ლაპარაკი და აინტერესებს, როცა ადამიანი, პიროვნება ესეთ რამეს ცდილობს, ესეთი მცდელობა აქვს და ძალიან კარგად ესმის სახარებაც ყველაფერი. შეიძლება ეს ადამიანი ქრისტიანად ჩაითვალოს? ესეთი კითხვაც არის. ერთია ეკუმენიზმი რამდენად სწორია და მე რო ის ადამიანი უკვე ქრისტიანი აღარ არის ესეთი ადამიანი და ეს ძალიან რთული კითხვაა და ამას ბატონი ჯონი ნახოთ როგორ გაცემს ჯერ მოვისმინოთ კითხვის დამსმელსაც. მე ვფიქრობ შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ-ერთ პასტორზე, რომელიც ძალიან კარგად ქადაგებს სახარებისეულ გზავნილს. ის ძალიან კარგად აყალიბებს ქრისტეს ჯვარცმას, თუ როგორ ავარ ჩვენც ქრისტესთან ერთად ჯვარცმული და შესანიშნავ საქმეს აკეთებს. და თქვენ როდესაც უსმენთ მას, წუნს ვერ დაუდებთ ყველანაირად. და მისი ქადაგების მოსმენაც კი სასიამოვნოა. თუმცა ეს კაცი ანტინომისტია, აი ესეთი სახელი თქვა, მე გაგებული მქონდა ეს, მაგრამ მე მაინც მოვიძიე ტექნიკურად, რომ თქვენთვის გასამართლად რას ნიშნავს ანტინომია. ეს არის კანონის წინააღმდეგობრიობა საკუთარ თავთან, ფილოსოფიური ცნება, რომელიც გულისხმობს ფორმალურ ლოგიკის თვალსაზრისით, ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი დებულებების, მტკიცებულებების შეხამებას, ან ერთიანობას. ფილოსოფიური ანტინომიის გლობალური სისტემა შექმნა და ჩამოყალიბა კანტმა, ნაშრომში წმინდა გონების კრიტიკა, ანტინომიზმი დამახასიათებელია რელიგიური ცნობიერებისათვის და ეხლა ზუსტად რელიგიური ცნობიერების პიროვნებაზეა ლაპარაკი. წმინდა სამება შეერთების გარეშე ერთიანი, განუყოფლად განიყოფიან ქრისტეში მოცემული ურთიერთსაწინააღმდეგო ადამიანური და ღვთაებრივი საწესები და განსაკუთრებული სიმახული და განვითარებით გამოირჩევა ძენ ბუდიზმი, სადაც პარადოქსული, ალოგიკური, ანტინომიური ფორმულები ერთდროული ხო და არა, იქცა ცნობიერების ვერვალური გონების მზადებად განვითარების საკუთარი თავის სრულყოფისათვის. პარადოქსულ, ალოგიკურ, აბსურდულ ფორმულებთან ერთად ანტინომიამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ჯერ სიმბოლიზმის და ავანგარდის, შემდგომ მთლიანად მოდერნისტულ ხელოვნებაში. ანტინომიები პირველად აღმოაჩინეს ძველმა ბერძენმა მოაზროვნეებმა. აი ეს რაც ანტინომიაზე მოვიაზრე და ეს პიროვნება ზუსტად ამას წერს, რომ ესეთი პასტორები ერთია რომ ქადაგებენ ქადაგებას, რომლითაც მხოლოდ ქრისტეთი გადარჩევი და ჯვარცმი და ამავე დროს არიან ეკუმენისტები. აი ატომ მოიტანა ანტინომისტი არისო ესაო. კითხვის დამსველი აგრძელებს. ასევე ამ კვირაში მე მივიღე Grace to Iskan ჩანაწერი. სადაც თქვენ ინტერვიუს გიტარებენ და მეც მოვიძიე ეს ინტერვიუ და იქიდანაც რამოდენიმე ნაწილს შემოგთავაზებთ. ჯონ მაკარტურის ინტერვიუ რადიო წამყვანთან, რომელიც თხოვს მას, რომ ჯონ მაკარტურმა თავისი აზრი დააფიქსიროს წიგნთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, პეტრე კრეფტი ქართულად შეიძლება ესე გადავთვალოთ, რომელსაც დაწერა ეს წიგნი 1996 წელს, რომელსაც ქვია ეკუმენური ჯიჰადი და კულტურული ომების ჩანაწერი.
მე ახლა მოგიტანთ იმ განსაზღვრებას, რომელიც ჯონ მაკარტურმა მოიტანა ამ წიგნის შესახებ და ჯერ კიდევ კითხვის დამსველი აგრძელებს ამ კითხვის დასმას. მე უბრალოდ განმარტებებს გაწვდით თქვენ. ჯიჰადი მუსლიმანური სიტყვაა და წმინდა ომს ნიშნავს. ეკუმენური ნიშნავს გამაერთიანებელს. ანუ ყველანი ერთად დგავართ. წიგნის მიზანი ძირითადად იმ ფაქტის იდენტიფიცირება, რომ ჩვენ კულტურულ ომში ვიმყოფებით, ჩვენ კულტურისათვის ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით მორალის, ღმერთთან დაკავშირებული ღირებულებისა და ეთიკის შესანარჩუნებლად, იმისათვის რომ მოვიგოთ ეს წმინდა ომი, ესმით წმინდა ომი, ანტიღმერთის წარმართული ძალების წინააღმდეგ, ათეისტების წინააღმდეგ, უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთთან ბრძოლა რელიგიურ საზოგადოებაში და ყველანი ერთად გავერთიანდეთ. ასე რომ, როდესაც ეკუმენურები გავხდებით, ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ეს ჯიჰადი წმინდა ომი. და ლაპარაკია უკვე რომ ხიდები გაიდოს მუსლიმანებთან, ყველას, ვისაც შედარებით აქვს რაღაცა საერთო მორალური და უფრო ლაპარაკია ებრაელების და ეხლა ამ სიტუაციაში მუსლიმანებთან კავშირების გადება, რათა მოვიგოთ ომი წარმართულ ღირებულებებთანო, სადაც საერთოდ მორალი და ზნეობა ის არის ხომ ფარდობითია და შედარებითი, ხო, ასე რომ ამაზე არის ლაპარაკი. ესპიტა კრეფტი, აგრძელებს ჯონ მაკარტური, ავტორი, საკმაოდ საინტერესო ადამიანი, ის ერთდროს პროტესტანტი იყო, მე გადავხედე მის დეტალურ ბიოგრაფიას, კალვინის სკოლაში, კალვინის კოლეჯში სწავლობდა და ფიქრობ, რომ ფართო გაგებით ევანგელისტიც კი იყო, რომელიც რომის კათოლიციზმზე მოექცა, ესე იგი კათოლიკე გახდა, რომაულ-კათოლიკური რწმენა მიიღო. და ახლა ძალიან ერთგული კათოლიკე ფილოსოფიის პროფესორია ბოსტონის კოლეჯში. ის ნამდვილად რომის კათოლიციზმის გასაგრძელებელი ახალი კატეხიზმოსი და ვატიკანის მეორე კრების აპოლოგეტია. ეს ჯონ მაკარტურის განმარტება ამ ავტორზე. და კითხვის დამსველი აგრძელებს, რომ თქვენ ჯონ მაკარტურს აკრიტიკებთ მას და ამბობთ, რომ სამოთხეში მოხვედრა მხოლოდ ბიბლიაში მითითებული გზით არის შესაძლებელი. ეს არის იესო ქრისტეს მეშვეობით და სინამდვილეში რომ ამ პიროვნებას ავტორს არ ესმის კარგად სახარება. და შემდეგ ასევე შემოვიდა ელექტროშოკური თერაპიის თემა და თქვენ კიდევ გააკეთეთ განცხადება ამაზე, სადაც ადამიანები კამათობენ, რომ თქვენ თქვით ამ კაცებს, ამ ადამიანებს ესმით სახარება, აღიარებენ კიდევაც და ნამდვილად სურს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და სამოთხეში მოხვედრის ერთ-ერთი გზა, მაგრამ მაინც ჯერათო ეკუმენიზმის. და ეს არის თქვენთვის ცოტათი გაუგებარიო. ჩემი კითხვა თქვენთვის ასეთია. ესეთი ადამიანები, რომლებიც წარსულში ძალიან დიდ თეოლოგებად ჩვენ მივიჩნევთ და თქვენ ალბათ იცნობთ კიდევაც მას პირადად და ხელით ჩამოგირთმევიათ. უბრალოდ მაინტერესებს, ისინი ისევ ქრისტიანებად შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ? აქ ლაპარაკი შემიძლია გითხრათ კიდევ ასევე არის პარკერზე, რომელმაც შესანიშნავი წიგნი დაწერა, რომელსაც ჯონ მაკარტურის იცნობდა მაგრა და მასთან დიდ დებატებში შევიდნენ ის და რობერტ სპროული, როდესაც საქმე ეხებოდა ეკუმენიზმს. და ეს დებატები ფლორიდაში გაიმართა სასტუმროში თუ არ მეშლება 6-7 საათის განმავლობაში. პიროვნება, რომელიც ხო ძალიან დიდი ავტორიტეტი, ასაკით უსწრებდა მას. მეც ჩავედი სანახავად ცოტაშორის ვანკუვერში და ვერ შევხვდი პირადად ეკლესიაში, იქ ცხოვრობდა ყოველ შემთხვევაში სანამ გარდაიცვლებოდა ბატონი პარკერი და მასთანაც ჰქონდა დებატები ამის საკითხთა შესახებ. ასევე ბილი გრეემი თავის სიცოცხლის ბოლოს მანაც გადაიხარა ეკუმენიზმისაკენ. და ეს ფენომენი რა ხდება, რატომ მოსდის ეს ასეთ ცნობილ თეოლოგებს, რომ ისინი ესე ლიბერალურ პოზიციაზე დგებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. და ჯონ მაკარტური პასუხობს. ეს ძალიან დიდი კითხვაა და არა ვარ დარწმუნებული, რომ შემიძლია ყველა მის ასპექტს მოკლედ უპასუხო ახლა დროის გამო. როდესაც მე ვსაუბრობდი და იცით ალბათ თქვენ ზოგიერთმა აგერა მოისმინა, ამბობენ, როდესაც ესეთი ადამიანები მოდიან და ამბობენ, ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ ვართ ევანგელისტები, მაგრამ ასევე ფიქრობთ, რომ ყველა კათოლიკე შეიძლება გადარჩეს, ყველა ბერძენი მართლმადიდებელი შეიძლება და ქართველებიც და რუსებიც მოიაზრებიან გადარჩნენ და ეს წერია ზუსტად ამ წიგნში. და ეკუმენური ჯიჰადი, იცით, შეიძლება რომ თქვენ მოხვდეთ სამოთხეში, რომ თქვენ იქ დაგხვდენ ის ამბობს მუსლიმანებიც, ბუდისტებიც, კონფუციანელებიც, ათეისტებიც,
რომლებიც ეძებდნენ ჭეშმარიტებას სიმართლეს და ებრაელებიც, რომ ყველანი იქ იქნებიან. აი მოკლედ რო გითხრათ ეს. და თუ მათ არ იცოდნენ იესოს შესახებ, ხომ? ისინი მაინც შეიძლება მოხვდენო სამოთხეში. ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, რაც თქვენ დაცვით და მეც ვებრძვი ჩემს თავში ამას. არიან თუ არა ეს ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის რამებს ემხრობიან, რომ მუსლიმანი სამოთხეში მოხვდეს, ბუდისტი სამოთხეში მოხვდეს, შეიძლება ესეთი ადამიანები ქრისტიანად ჩაითვალოს და არიან თუ არა ქრისტიანები. ეს ნამდვილად ლეგიტიმური კითხვა რაც თქვენ დასვით. თუ ვინმე ამბობს, რომ კათოლიკე შეიძლება სამოთხეში მოხვდეს, ეს ნიშნავს, რომ უკვე ეს ადამიანი, ესეთი ადამიანი ქრისტიანი აღარ ჩაითვლება? ამ კონკრეტულ მომენტში, დღესდღეობით, სადაც მე ვდგავარ, მე ვერ წავალ ესე შორს, რომ ამის თქმა შევძლო. ის, რასაც ისინი ამბობენ, არასწორია, მაგრამ მათ გულში მხოლოდ ღმერთი იხედება და მე ეს არ ვიცი. ის რისი თქმაც მე ვცდილობდი ამ ჩანაწერებში, რომ მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანებს. მე ვიცი, რომ მათ სახარების სწამთ. მათ კარგად ესმით სახარება. მათ შეუძლიათ სახარების სწორად გადმოცემა. რაც მე არ მესმის და ვერ ვიგებ, თუ იმათ სახარების სწამთ და ისინი თვლიან, რომ სახარება ერთადერთ ხსნის საშუალებაა და მეტიც. მათ კარგად იციან, რომ ადამიანის გამართლება მხოლოდ მადლით, მხოლოდ რწმენით ხდება და მათ შეუძლიათ ეს ჩემზე უკეთეს გადმოცენ. მათ აქვს დაწერილი ძალიან კარგი წიგნები. უბრალოდ მე არ მესმის. თუ შენ გჯერა რომ ამითი გადარჩევი, როგორ შეიძლება რომ მაშინ ამ სხვა კატეგორიებში, როცა ეს ეხება სხვა მორწმუნე რელიგიებს, სხვა არაქრისტიანებს, რომ ისინიც გადარჩევიან. მე არ ვიცი ეს ორი როგორ შევათანხმო ერთმანეთთან. ეს არის ნამდვილად თქვენი კითხვა. ჩვენ ვიცით, რომ სხვა სახარება არ არსებობს. ამას ისინი არანაირად არ იქადაგებენ. ისინი არ იტყვიან, რომ მუსლიმანური გზა არის სახარება. ან ნებისმიერი სხვა რელიგია არის სახარება. და ეს დაახლოებით იმ ადამიანების გამოსია, რომლებიც ამბობენ, მე მჯერა სახარების, მე გადარჩი, მე მოვისმინე სახარება, მე მჯერა მისი, მე ჩემ ცხოვრებას ქრისტეს ვაბარებ, მადლით, რწმენის მეშვეობით, მაგრამ წლების განმავლობაში იგივე ადამიანებისგან მე მსმენია, რომ ადამიანები აფრიკაში, როდესაც არაფერი არ გაუგიათო, რომ ღმერთს აქვს რაღაცა სხვა გზა, რომლითაც ისინი იქ მოხვდებიანო. რადგან მათ არ სმენიათო იესო ქრისტეს შესახებ. ეს გვერდგვარი რაღაცა ესეთი მენტალიტეტი მუსირებს და ესეთი აზრი დადის. და ფიქრობ, რომ საბოლოო კითხვა ასეთია. შეუძლია თუ არა ადამიანს სახარების გაგება, ხსნა სხვაგან, როდესაც მას ცუდი არასწორი თეოლოგია აქვს. და როდესაც ამ ადამიანს ვეკითხები, პირადად ვეკითხები ხოლმე, თუ მხოლოდ რწმენით გამართლების დოქტრინს გჯერათ და ისინი ამბობენ დიახ, ჩვენ აბსოლუტურად გჯერა ამისიო. გჯერა თუ არა, რომ ეს არის ღვთის ხსნის ერთადერთი საშუალება, რომ მხოლოდ ეს არის ღვთის ხსნის საშუალება. და ისინი ამბობენ დიახ, გჯერა ჩვენ ამისი. მაშინ მე მეუბნები, მაშინ როგორ შეგიძლიათ სხვა განცხადებების გაკეთება, რომ ადამიანები შეიძლება იქ დაგხვდნენ სამოთხეში სხვა გზით. როგორ შეგიძლიათ თქვენი აზროვნების დიქოტომიზაცია, ესე იგი გახლეჩვა. და აქ კიდევ სხვა შესაძლებლობების შექმნა. აი ანტინომიებს რასაც უთხარით, რომ შენს პირადად, შენს ნათქვამს და შენს ნააზრებს შენ დაუპირისპირდე უკვე და წინააღმდეგობა კონდესკო. მე უბრალოდ ეს გარკვეული შიზოფრენიის სახეობად მიმეჩვენება. მე არ მინდა უარყო მათი ხსნა, რომელსაც ისინი პირადად ადასტურებენ, მაგრამ ამავე დროს ჩემთვის გაუგებარია, რომ თუ ამბობ, რომ ხსნა მხოლოდ რწმენით და მადლითაა, როგორ შეგიძლია უთხრა სხვა ჯგუფს, რელიგიურ ჯგუფს, რომ ისინიც გადარჩებიან.
მე არ ვიცი რას გრძნობენ ისინი როცა ამას ამბობენ ხდება რაღაცა ემოციური ზეწოლა როდესაც ისინი ურთიერთობაში შედიან ამ კატეგორიის ადამიანებთან და ვეღარ ბედავენ სიმართლის თქმას რატო აკეთებენ ამას რა აიძულებს მათ ეს რატო მიდიან სახარების კომპრომისზე რატო მიდიან იმ ფრონტზე სადაც მათი გული ერთი არ არის და იხლიჩებიან იმის რისიც მათ ჟერათ შეიძლება კიდევ მათ აშინებთ ის რომ მათმა სახარებამ შეერავა შეურაცხყოფა მიაყენოს და არა პოლიტკორექტული იყოს დღეს რას ესე გავრცელებულია და ცდილობენ რაღაცნაირად სახარების ოდნავ შესუსტებას რათა არ შეურაცხონ თავიანთი მეგობრები ან შეიძლება საერთოდ გაგიჟდა ეს ადამიანი და უკვე ჭკუაზე სრულ ჭკუაზე აღარ არის მაგრამ ეს ყველაფერი ისევ და ისევ ღვთის საქმეა მე მგონია რომ ღმერთმა უნდა მოაგვაროს და მას მივცეთ უფლება და ღმერთი იხედება ყველას გულში იმიტომ რომ მე ვერ ჩავიხედები ყველას გულში რადევს მე უბრალოდ ვიცი რომ მე უნდა ვიყო სახარების ერთგული როგორც ეს წმინდა წერილშია გამოცხადებული მაგრამ ასევე აღნიშნავ რომ ეს ძალიან იმედ გამაცრუებელია და ის უკიდურესად იმედ გამაცრუებელია ყველა ჩვენთაგანისათვის როცა ჩვენ ხედავთ ესეთ კორიფეებს ევანგელისტები ესეთი კარგ ქრისტიანებს როცა ესეთ განცხადებებს აკეთებენ და მე მივიღე ერთი წერილი იმ კაცისაგან ვინც ჯიჰადზე ამდენ რამეს ამბობდა და მან თქვა მაკარტურმა არასწორი მხარე დაიჭირა და არ დადგა ჩვენს გვერდზე ეხლა მე არ ვიცი რას ნიშნავს ეს მაგრამ ეს არის ერთადერთი განაჩენი რაც მე გამომიტანეს ეს რომ დასასრულიც ყოფილიყო მე მაინც ამ პოზიციას ავირჩევდი სამწუხაროდ იმ ჯოხს ერთი ბოლო აქვს და სწორედ ის ბოლო მომიშვირეს მე ამიტომ არ ვიცი მე რას ნიშნავს და რა უდევთ მათ გულში გმადლობთ ამ კითხვისათვის